კი ბატონო. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ბატონ თემურს მეცნიერთა კონგრესს რომ მომეცა საშუალება დღეს ვიყო თქვენთან ერთად ეთერში. მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს და მივესალმები ემიგრაციას. პირველი ორი ნაწილი ისე საინტერესოდ მიდიოდა რომ დარწმუნებული ვარ რომ თუ ასეთი გადაცემები კიდევ უფრო გაძლიერდება და გახშირდება ქართული ტელევიზია მაყურებელს შეიძენს და მე მივესალმები ბატონი ბესოს წინადადებას რომელმაც თქვა რომ ტელევიზიას დაეხმარება სწორედ მეც ვეთანხმები იმ აზრს რომ საინფორმაციო საშუალება არის აუცილებელი რომ მეცნიერთა კონგრესს და ზოგადად გონიერ ადამიანებს შემოქმედ ადამიანებს ჰქონდეს საშუალება თავისუფალი ეთერის რომ დღეს ქართულ საზოგადოებას აკლია აი ეს გონივრული და მეცნიერული ზოგადად შემოქმედებითი გადაცემები და დატვირთულია ეს მედია როგორც ამბობ პარტია ვიზიას დავარქმე მე მაგ ტელევიზიებს დატვირთულია პოლიტიკით და ქვეყანაში პოლიტიკა მიჰყავს სატელევიზიო მედიას და ეს არის დაუშვებელი. პოლიტიკური პლატფორმაა რა. ხო, ამიტომ აუცილებელია ერთი ტელევიზიის არსებობა და ყველანი უნდა ერთი მართალი ტელევიზიის არსებობა. მადლობა ქართულ ტელევიზიას, მადლობა ქართული ტელევიზიის ხელმძღვანელობას, ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს ტელევიზია აი ამ განვითარებამდე მოიტანა და აუცილებელია რომ იყოს ერთი საინფორმაციო საშუალება, სადაც ასე თავისუფლად შეგეძლება იჯდე და ისაუბრო ყველა საჭიროებო თემაზე ქვეყნისთვის სასიკეთოდ და მომავლის საქართველოსთვის სასიკეთოდ. პირველ რიგში მიხარია რომ აი ასეთი გუნდის თანამონაწილე ვარ მეც. მეცნიერთა კონგრესი ნელა-ნელა იწყებს იკრებს სიძლიერეს და უფრო მეტი გონიერი ადამიანი უერთდება აი ამ ორგანიზაციას. მე სრულიად ვეთანხმები მეცნიერთა კონგრესის იდეოლოგიას, ბატონმა თემურმა რაც გააჟღერა ყველა იმ წინადადებას. მადლობა მინდა უთხრა მეცნიერთა კონგრესის ყველა წარმომადგენელს, რომელიც ასე იღწის და იბრძვის და შრომობს ყოველდღიურად, რათა ხალხამდე მიიტანოს ყველაფერი ის, რაც მეცნიერთა კონგრესში შემუშავდა პროგრამები და წინადადები და მადლობა ბატონ თემურს აი ამ თავისი დაუღალავი და მართლაც თავდადებული ეროვნული შრომისათვის. ქვეყანას დღეს სჭირდება ძლიერი ორგანიზაცია და აღმასრულებელ ხელისუფლებას სჭირდება ძლიერი კონსტრუქციული ოპოზიცია და მე ვამბობ ყოველთვის რომ ეს ძლიერი კონსტრუქციული ოპოზიცია უნდა იყოს მეცნიერთა კონგრესი. ჩვენ არა ვართ არავისი გამსამართლებლები, მე არ მაინტერესებს ვინ დანაშაული ჩაიდინა ქვეყნის წინაშე, ამას სასამართლო არ ყვევს და კანონზე მაღლა არავინ არ უნდა იდგეს ამ ქვეყანაში, კანონია და სასამართლო აწესრიგებს ზოგადად დანაშაულებრივ ქმედებებს სამშობლოს წინაშე თუ ზოგადად ნებისმიერ სფეროში. ამისთვის უნდა მუშაობდეს სისტემა. დღეს ჩვენ გვაქვს ქვეყანაში მივიღებთ აი დანაშაულებრივი სისტემებით მოვდივართ და ყოველთვის ვამბობ რომ ვერ შევდექით სამართლიან სახელმწიფოდ. და ახლა რასაც ხედავ, რაც 2004-ში იყო, როცა წავედი კი არ წავედით უკეთესობისკენ, უფრო უარესობისკენ წავედით და აი ამ თემებს ახლა ჩვენ აქ გავშლით რომ მე არ მინდა დამინახოს საზოგადოება მისე რომ ყველაფერი კარგად მიდის ამ ქვეყანაში და მე ერთილუარა ნიჟარაძე უყურებ ბრმად ყველაფერს და ამიტომ მინდა თქვენი მოსაზრებები მოვისმინო ყველა იმ თემაზე რაც დღეს ჩვენს ქვეყანას აწუხებს. პირველი შევეხები ბატონ ვახშის, მინდა ასევე ბატონ ვახშის თავისი მართლა დაუდეგარი შრომისთვის მადლობა გადაუხადო. მე კი წავედი ემიგრაციაში, მაგრამ ბატონი ვახში დარჩა აქ ბურჯად, მეცნიერთა კონგრესის ბურჯად, მისი თანამონაწილეობით მუშავდებოდა ძალიან ბევრი რამ აი აქ მეცნიერთა კონგრესში და გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ ფონდში, რომელსაც ბატონი ვახში ჩაუდგა სათავეში. და მე როცა ჩამოვედი ასეთი ეხლა შეიძლება ეთერში არ უნდა გავაჟღერო, მაგრამ ვიცი რომ მიყურებენ და ამიტომ ვიტყვი ეთერში იმას, როცა ჩამოვედი მითხრეს რომ ბატონი ვახშიო, თქვენი მეცნიერთა კონგრესის წარმომადგენელია თუ ოპოზიციისკენ გადაიხარაო და ოპოზიციას უჭერსო მხარსო.
მე უთხარი რომ მეცნიერთა კონგრესი მე კი გავეცი ბატონო ვახში იქ ჩემი პასუხი მაგრამ ახლა მინდა მაყურებელმა თქვენგანაც მოისმინოს მეცნიერთა კონგრესი არც ერთ მხარეს არ არის ვაფიქსირებ პოზიციას იმიტომ რომ მე ვიცი რა პოზიცია მეცნიერთა კონგრესში არც ერთ მხარეს არ არის მეცნიერთა კონგრესი დგას ქვეყანასთან სახელმწიფოსთან და ქართულ ხალხთან და მეცნიერთა კონგრესი არ არის ის ორგანიზაცია რომელიმე მხარე აიღოს მეცნიერთა კონგრესის დანიშნულება არის ქვეყანას და ხალხს შესთავაზოს ის პროგრამები რომელი პროგრამებიც გამოიყვანს აი ამ კრიზისული მდგომარეობიდან ქვეყანას და ბატონო ვახში გთხოვთ ახლა თქვენ გადმოგცემთ სიტყვას და დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია და ზოგადად მე მეცნიერთა კონგრესის პოზიციაც და მისი მუშაობის შემდგომი განვითარება რა იქნება მეცნიერთა კონგრესის მოესალმები საზოგადოებას დიდი მადლობა რომ დამითმეთ ვაი ბოლო შენიშვნიდან დავიწყებ რომ კი მე დავდივარ აქციებზე მაგრამ ახლა უკვე იმდენად ვერ დავდივარ იმიტომ რომ მუხლები მტკივა და ხავაჯნით სიარული უხერხულია საოცარი ხალხი არის იქ საოცარი ახალგაზრდები ჭკვიანები ბატონმა თემურიმ ბრძანა იმ პირველ ნაწილში რომ იქ ვინც დადის 80% არანაირ კავშირში არ არის არც ერთ პარტიასთან აი ეს არის მართლა ხალხის წარმომადგენლები მართლა აღშფოთებულები დღევანდელი მდგომარეობით და აი ეს პოზიცია და ოპოზიციის ტელევიზიები სწორედ იმ 20%-ის წარმომადგენლები გამოყავთ და ესე იგი განეიტრალებულია ფაქტიურად ხალხს უნდა მოაჩვენონ რომ აი ეს ოპოზიციური პარტიები მართავს ამ სისტემას სინამდვილეში ასე არ არის სინამდვილეში სულ სხვანაირად არის აი ახლა ჩემი ოჯახის წევრები ორი ქალიშვილი მყავს ორივე პროფესორია ერთი ასისტენტი მეორე ასოცირებული კონსერვატორიის მთელი კონსერვატორია იქ დადის მთელი ეს მუსიკალური საზოგადოება მე როცა იქ მივდივარ რა თქმა უნდა იმათთან არც ერთი არანაირ პარტიაში არ არის და საერთოდ იცით ალერგია ამ პარტიების მიმართ ასე რომ აი ამ მოვლენებსაც ცოტა სხვანაირად უნდა შეხედონ მე ახლა აი ამ დღევანდელ თემებზე დავიწყებ ბატონი ვაჟათი რუსთაველის ფონდისთან დაკავშირებული ძალიან მოკლედ ვიტყვი რომ ზუსტად იგივე მდგომარეობა ბატონო ვაჟა აწარმოეს საქართველოში პროექტი რო იყო სახელმწიფოს აი ვინმე რომ ჩაიხედოს ამ პროექტში და გაანალიზოს ვის მისცეს ეს მილიონები აი მე რატო გეუბნებით მე არ ვამბობ რომ იქ რაღაცა გავიგე ან წავიკითხე მე თვითონ მონაწილეობ მე ბატონ პარმენ მარგველაშვილთან ერთად და გოგი ბენდელავასთან ერთად 14 წელს მე მგონი ასე იყო 14 წელს შევიტანეთ განაცხადი აწარმოეს საქართველოში თანადაფინანსების ჩვენ მოვიგეთ გრანტი უნდა მიგვეღო მაგრამ ის გრანტი ვერ მივიღებთ იმიტომ რომ როდესაც უკვე ფულის მიღების დრო დადგა თქვენო ბანკთან მიდითო ჯერ და ის თუ მოგცემთო მაშინ ჩვენც მოგცემთ იმ ჩვენს გრანტს ბანკმა გითხრა თქვენ ახალი ორგანიზაცია ხართო ბიოგრაფია არ გაქვთო და ვერ მოგცემთო ჩაიშალა ეს ახლა იქ ორგანიზაცია რომელიც კომისიის წევრები იყვნენ თავმჯდომარე იყო ვიღაცა იყვნენ ნუ აშკარად მიხვდნენ რომ ჩვენ რაღაც ძალიან კარგი პროექტი გვაქვს ხლა რაზეა ლაპარაკი ეს იყო მარტვილის რაიონში ყოფილ ჩაის საბჭოთა მეურნეობაში 10 გექტარი ჩაის პლანტაციის ბაზაზე ჩვენ ქმნიდით ორგანიზაციას რომელმაც უნდა დაამუშავოს ეს რა ქვია პლანტაციები გადავამუშავოთ უნდა ჩვენივე ტექნოლოგიით ორი ნოუ-ჰაუ მაშინე მოვიგონეთ ესე იგი ჩაის შრობა ინფრაწითელი სხივებით და მაღალი ენერგიებით და ეს სრულიად ახალი მაღალი ხარისხის ჩაის მიღების საშუალებას გვაძლევდა ის დავაპატენტეთ ნუ ესე ჩვენ მეცნიერები ვართ ფიზიკოსები ვართ და შევიტანეთ ეს ჩვენი ნოუ-ჰაუ და აი ამ კომისიის წევრებმა თვითონვე გვითხრეს ბატონო ვახში შემოიტანეთ კიდევ ერთი წლის შემდეგ
თქვენო ძალიან კარგი პროექტი გაქვთო და ახლა არ მინდა ეს გვარები ის ხალხი მოკლედ ბატონო ვახში რომ მინდა ყველაფერი მოვასწრო მოკლედ მეორე წელსაც გავიმარჯვეთ მეორე წელსაც კაპიკი არ მივიღეთ ესე იგი ეს არის ბლეფია ეს არის ერთიანი სისტემა და აი ახლა იქ ნუ სასამართლო ხედავთ რა ხდება სასამართლო ხდება რა ხდება იმ ქალბატონი ამაღლობელის ამბავს ვერ უყურებთ რა ხდება რისთვის როგორ უნდა ანდა აი ამ აქციის მონაწილეებს რომ იჭერენ და ამ 5 და ისე ჩვენ სასამართლო დღეს არ აქვს და კარგი ახლა ბევრ რაღაცაზე ვილაპარაკეთ და მართალია უნდა მოკლედ ვიტყვი რომ ყველაფრის ამის თავის და ბოლო არის ყოველ მოცემულ დროს არის ერთი კაცი ეს იყო შევარდნაძე, ეს იყო სააკაშვილი, ეს არის ახლა ბიძინა. ბიძინამ აყვავა მუსერიძე და ის ჩაუყენა და მუსერიძე აკეთებს იმას, რასაც მთელი სასამართლო სისტემა კრიმინალიზირებულია. და არა იმიტომ რომ ისინი კრიმინალები არიან, ბუნები და ანდაცუდად არიან. მეცნიერთა კონგრესი რას თავაზობს ხალხს აი ამ ყველაფრიდან გამოსავალი? ჩვენ თავაზობთ ხალხს ჯერეთი რომ ისწავლონ სწორი შეფასება, ჩვენ მოსამართლეებს კი არ ვებრძვით, ჩვენ იგივე იმ კომისიის წევრებს კი არ ვებრძვით, იმას ვებრძვით, ვინც იმათ დავალებას აძლევს. ეს დავალება არის ერთი კაცი და დღეს მთელი ხომ არის კაცო რა არ ვიცი 10, 20 თუ 30% ხომ არის რომელიც მართლა ესე იგი ლამის მუხლებზე დაჩოქილი ლოცულობს ბიძინაზე გამოფხიზდეს უნდა ეს ხალხი არ შეიძლება ბელადის გაფეთიშება არ შეიძლება ამ ერთი კაცის ხუშტურებზე იაროს თელმა ქვეყანამ და უნდა წაიკითხონ არავის არ უნდა მე იგივე იმ აქციებზე რომ დავდივარ სულ ეს ჩვენი დოქტრინის ის დამქონდა სხვათა შორის ბადრის მივეცი ბადრი რა გვარია ჯაფარიძეს მივეცი იმას ჭიჭე რომ ქვია რა ქვია მაგას ვაშაკიძეს მივეცი თვითონ იმას ყველას მივეცი მე შევხვდი პასუხი ბადრის შევხვდი როდესაც ის იყო მის 70 წლის თავი პაატა ბურჭულაძის ბატონ ბადრი მე თქვენს მოგეცით მეთქი ჩვენი დოქტრინა ხოდა მიყო ხო კიო გადავხედევო ხალხი არის ჩაკეტილი თავისი ბიზნეს ინტერესების იქით ვერაფერს ვერ ხედავენ და ამათვის სახელმწიფო პატრიოტიზმი რაღაც ეს არის ლიტონის სიტყვები არაფერია ეს არ იმუშავებს ჩვენ იმ ერთ კაცზე უნდა ვიმუშაოთ უნდა ვარხილოთ ის კაცი რომ სპეციალურად არის ჩამოსული რომ ეს ქვეყანა დაანგრიოს ის ქვეყანა ყველა ჩვენი მიზეზი თუ ამას ვერ გავაკეთებთ არაფერი არ გამოვა აი ეს არის თავარი მადლობა მე მესმის ბატონი ვახშის აღებას და მისი პრინციპული პოზიციაც სრულიად ბატონ ვახშის გულისკივა ჩვენ ქვეყანაზე ისე როგორც მე და ამიტომაც აქვს ეს პოზიცია ამიტომ ზოგადად ეს ჩვენი პოზიციაც არის რომ ქვეყანაში უნდა შეიცვალოს მაგრამ მე მინდა დღეს გავაჟღეროთ და მაყურებლისთვის გავაჟღეროთ რომ როგორ უნდა შეიცვალოს რას თავაზობთ მეცნიერთა კონგრესი რას თავაზობთ ხალხს მოვყვეთ თუნდაც აი სოციალური თემებიდან რომ დავიწყოთ და ბატონ ვაჟას თხოვდი აი განათლების სისტემიდან რომ დავიწყოთ ჯანდაცვის სისტემიდან რომ დავიწყოთ როგორ შეიძლება ვთქვათ განათლების სისტემაში შეიცვალოს მდგომარეობა როგორ შეიძლება ჯანდაცვა მოერგოს ხალხს ისე რომ არ ეშინოდეს ავადმყოფობის თითქოს ახლა არის უფასო ჯანდაცვა მაგრამ პენსიონერსო პენსია დაუმატეს ოჯახის ექიმი გაუხადეს ფასიანი ანუ 350 ლარიდან მე ესეთ ინფორმაცია მივიღე რომ 70 ლარს პენსიონერი უხდის ოჯახის ექიმს. აი ეს არის უფასო ჯანდაცვა. ამ დროს იგივე იტალიის სახელმწიფოს რომ შევადარო, ხომ? ოჯახის ექიმი არის უფასო. და დანარჩენი თემები თქვენ გააგრძელეთ აი ამ კუთხით. ბატონო ლუარა მე ბატონ ვახშის ვეთანხმები და უფრო მოკლედ ვიტყვი რომ 33 წელია ქართული სახელმწიფო ვერ გამოსულა სკამთ თაყვანისმცემლობის ეპოქიდან. აი წეგან მართალი ბრძანა ბატონმა თემურმა ჩამოთვალა ერთი კაცი იყო შევარდნაძე ყველა იმას უჩოქებდა ერთი კაცი იყო მიშა ფაშისტი
მიშა მაგარია მღეროდა მთელი საქართველო ყველა ჩვენ რა თქმა უნდა არა და ერთი კაცია ბიძინა ივანიშვილი და ყველა მის დაწერილი სიით არის პარლამენტი დადგენილი ამდენი 2012 წლის შემდეგ და გონიერ ხალხს მეცნიერთა კონგრესს შრომელ ხალხს ფერმერს იურისტს მოაზროვნეს იქ არ უშვებენ ანუ კიდევ ერთხელ ვაცხადებ საქართველოს 33 წელია არის სკამთაყანისმცემლობის ეპოქაში ერი და ბერი ერიც და ბერიც აი ამ სკამთაყანისმცემლობის ეპოქიდან თუ არ გამოვიდა ქვეყანა დაიღუპება საქართველოს და კი გაფრთხილება აი პატრიარქმა ბრძანა მე უდიდესი სიყვარული მაქვს ჩვენი კათოლიკოს პატრიარქს იცით რა რჩეული ერი რომ ხარ ღვთისგან უფრო მეტი და უფრო მძიმე ჯვარის ტარება გიწევს ებრაელმა ერმა ვერ შეიცნო ქრისტე მიუხედავად იმისა რომ რჩეული ერი იყო და ჯვარსაცვი ეგე ყვიროდა და აწამა აღარ არის რჩეული ერი საქართველო იმიტომ გადარჩა რომ ქრისტეს ერთგული და ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა იყო მაგრამ დღეს ჩვენ ვართ კი ქრისტიანულ გზაზე ანუ კერპთაყვანისმცემლობა სკამთაყვანისმცემლობა სწორედ კერპთაყვანისმცემლობა და არა ქრისტიანობა თუ ერთ კაცზე გაქვს მთელი ამხელა ღვთისმშობლის ქვეყანა აწყობილი დავით აღმაშენებლის თამარ მეფის შოთა რუსთაველის გალაქტიონის ქვეყანა თუ ამ ერთ კაცზეა აწყობილი მაშინ დაღუპულა ერი და მართლაც უკან მიდის ყოველი დღე არის ქართველი ერის დაღუპვის მე წეგან შემთხვევით არ ვთქვი რომ 33 წელია მიმდინარეობს ქართველი ერის კულტურულ საგანმანათლებლო აი თქვენ სწორად შემეკითხეთ ესა და დემოგრაფიული გენოციდი ამას არავინ არ იძახის ქართველ ერს აღარ ახსენებს არავინ აღარ არის ლაპარაკი მის კუთხეების ხსენებას აი ჩვენ თუ ვიტყვით სუპრაზე ვთქვათ გაუმარჯოს ვთქვათ სვანეთს აი ჩემხევსურეთს სამეგრელო ქართლი თუ დანარჩენი ქართველი ერის უფლებაზე არავინ ლაპარაკობს მაწანწალად ძაღლების და კატების უფლებების დაცვაზე ლაპარაკობენ აი კალაძე რო ახსენეთ ეხლა მე საკრებულოს წევრი ვიყავი 2022 წელში 1.300.000 თუ 1.200.000 შემოიტანეს ყოველ შემთხვევაში მილიონზე მეტი მაწანწალად ძაღლების და კატების უფლებების დაცვისათვის აი ჯანდაცვას ამბობთ რომ უნდა დაწყებულიყო თურმე მაწანწალა ძაღლების და კატების შემოწმება მათი კარდიოგრამა, ეხოსკოპია და ესენი. მე გამოვედი ერთი კაცი ვიყავი წინამდელი. შეგიძლიათ ნახოთ. მე ვთხარი ახლა მაწანწალა ძაღლი და კატა ვერ დაწეს იმას რომ თქვენ არ ჩაგიტარებიათ მისთვის ეხოსკოპია და რენტგენოსკოპია და რაღაცა. ხო და აი რა უნდა გაკეთდეს ბატონო ვაჟა განათლების სისტემაში, ჯანდაცვის სისტემაში, სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებით. რა უნდა გაკეთდეს და საზოგადოება უნდა გამოფხიზლდეს. ჩვენ რამდენიც არ უნდა ამ ტელევიზიიდან ვიყვიროთ რომ იცით რა შესაძლებელია სისტემა. თქვენ სწორი დაიწყეთ. სისტემაა შესაძლებელი. თქვენ როდესაც იტალიის მაგალითს ვთავაზობთ, იტალიის მაგალითი არის მორგებული იტალიოს ერზე. მაგრამ სისტემა მუშაობს. და სისტემა მუშაობს, რომ სახელმწიფო გადარჩეს. რა თქმა უნდა, სისტემის მუშაობის დროს ყოველთვის არის შეფერხებები, ყოველთვის არის კუკუ კავშირები, ყოველთვის არის რაღაც იდენტიფიკაცია საჭირო, მაგრამ სისტემა მუშაობს, რომ ერი გადარჩეს. ჩვენ უყურებთ, რომ ქართველი ერის დაღუპვის სისტემა მუშაობს და არა განვითარების, წინსვლის, ეს იქნება დემოგრაფია, ჯანდაცვა თუ ასე შემდეგ. ძალიან მარტივად არის საქმე მოსაგვარებლად ღირსეული პიროვნებები რომ იყოს და არა ერთ პიროვნებაზე აწყობილი ქვეყანა და რჩევას ითვალისწინებდეს რამდენჯერ მიწერა და გააგზავნა ბატონმა თემურმა და მეცნიერთა კონგრესმა პარტიებთან პარლამენტთან პრემიერთან იცით რა აი ეს წინადადებებია ღირსეული ხალხის მეცნიერებაში, სოფლის მეურნეობაში, განათლებაში, ჯანდაცვაში. ანუ ჩვენ რამენაირად უნდა შევძლოთ, რომ საზოგადოებას მივაწვნოთ ხმა. თუ ჩვენი საუბარი ხმამ ღაღადებლისა უდაბნოსა შინარო არ დარჩეს. ხო, როგორ შეიძლება პრაქტიკაში გადავიტანოთ ეს? პრაქტიკაში იცით რა? აი მე იმიტომ მომეწონა ეს იდეა და მხარი იმიტომ დაუჭირე ბატონი თემური როცა მელაპარაკა აქტუალებით შევხვდი, რომ
უცხოური ქართული სათვისტომოს დაარსება და იმ უცხოური ნოვაციების შემოტანა, ასევე კავშირი მათთან და ასევე მე კიდევ ვფიქრობ, რომ ძალიან განვიცდი დემოგრაფიულ პრობლემებს და თვითონ სახელმწიფო პოლიტიკა წამოვიდეს მერე იქიდან, რომ ჩვენ სამშობლოში გვინდა დაბრუნება, კაცო. აგერ მეცნიერებათა დოქტორია, ვიღაცა პროფესორია, ვიღაცა ჭეშმარიტი ის არის, რატო უნდა იყოს, როცა საქართველოში ჩვენ ესე იგი მივსებ არაბებით, ირანელებით, თურქებით, ჩინელებით, ინდოელებით ქვეყანას მიტენი, ხო, რაღაცა 3 მილიონიან ნახევარ ქვეყანაში, გაიარეთ რუსთაველზე, ხო? ქართველს ვეღარ დაინახავ, გაიარეთ პლეხანოვზე, ქართველს ვეღარ დაინახავ. ეს ხო თვალსაჩინო მაგალითია. ანუ რამ გადაარჩინა საქართველო აქამდე? დავით აღმაშენებელი ვახსენეთ. მას პირველ რიგში თავისი ერი უყვარდა. ეხლა დავსვათ კითხვა. შევარდნაძეს უყვარდა ქართველი ერი? არა. მიშა სააკაშვილს უყვარდა ქართველი ერი? არა, ძულდა. ბიძინა ივანიშვილს უყვარს ქართველი ერი? ბატონო ვაჟა, ეგ ახლა მე უფრო კონკრეტულ რაღაცებზე და კონკრეტულად გეტყვით ეს მაშინ მოკლედ რომ ყველას ვათქმევინოთ. დაწყებული პირველი კლასიდან რას ვასწავლით ჩვენ? როგორ ვასწავლით ამბავს? იაკობ გოგებაშვილი ყავდეს ქვეყანაში, მისი დედაენა არსებობდეს და 9-ნაირი დედაენები აწერირო ხალხს და გრიფირება მისცა და ეს გრიფირების მაფია კიდე ცალკე მუშაობდეს. შეიძლება აკაკი შანიძემ ამ ხცოვანმა მეცნიერმა 100 წელზე მეტი იცოცხლა ნათელში იყოს უნიკალური წიგნი შექმნა ქართული ენის გრამატიკა. ჩვენ ქართული ენის გრამატიკის სწავლება ამოვიღეთ სასკოლო სახელმძღვანელოდან, იცით? ინგლისური ენის გრამატიკას ასწავლენ მეორე კლასიდან და ქართული ენის ანუ ბატონო ვაჟა, განათლების სრული რეფორმა უნდა გატარდეს. მე-11-მე-12 კლასები არის ზედმეტი, კი ბატონო. და აქ არავინ არ დადის და მესამე აუცილებლად შესაძლებელია კანონმდებლობა, განათლების კანონმდებლობა შესახებ, რომელიც ლომაიამ ამ დაწყევლილმა ლომაიამ მიიღო, დღესაც ქართული ოცნება ამ კანონით მუშაობს, განათლების სისტემა მთლიანად შესაძლებელია. მადლობა ბატონო ვაჟა. გითხარით, აგერ კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მე, რომ აი ეს ფონდი, რუსთაველის ფონდი, ეს არის კრიმინალური ფონდი და აი საგამოძიებო კომისია რო შეიქმნა თია წულუკიანის ხელმძღვანელობით, აი გამოიძიოს ესე. გამოიძიოს, იმიტომ რომ ეს ფონდი მადლობა ბატონო ჯერ ვაჟა. კიდე სააკაშვილის დროს და აი მე რო შევხვდი გუშინ მეცნიერებს მითხრეს რომ ეს თავიდანვე კაცო ეს ადკატებიო იქო მაჭავარიანთან მიდიოდა, ბენდუგიძესთან მიდიოდა, ამასთან მიდიოდა. იგივე პრინციპი. კარგით ბატონო ვაჟა, ბოდისკიფტი მინდა მოვასწროთ ყველა თემა და ისეთი გარბის დრო ისე რომ მე მინდა ახლა ბატონ ბესოსთან გადავიდე შემდეგი კითხვით რომ ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლება ლაპარაკობს რომ ეკონომიკა ყვავის ჩვენს ქვეყანაში და 9%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს 40 მილიარდით შეადგენს დღეს 40 მილიარდს სახელმწიფო ბიუჯეტი და მინდა მოგმართოთ თქვენ როგორც ბიზნეს სექტორში კარგად გათვითმობიერებულ ადამიანს ეკონომიკას ძალიან ჩვენურად შექმნით და როგორ აისახება მოსახლეობაზე ეს ეკონომიკური ზრდა თუ არ აისახება რატომ ვერ აისახება და როგორ უნდა გადაწყვეტილდეს ბიუჯეტი რომ მოსახლეობამაც იგრძნოს ამ გაზილი ბიუჯეტის კეთილდღეობა საკუთარ ჯებებზე. ბიუჯეტის მიკროფონთან ბატონო მე რა შემიძლია გითხრათ რომ ამასთან დაკავშირებით ახლა ხელისუფლების ქებადებას ვერ დავიწყებ და ეკონომიკა რომ მაღალ დონეზეა ყოველდღიურად მიდის ეს თემები, მაგრამ რა არის ეკონომიკა არის წარმოება, მრეწველობა და უნდა ხედავდეს ადამიანებს. სამუშაო ადგილები არ არსებობს. თუ არია სიპები, აიპები ისე იმაში და ხელისუფლება ბიუჯეტიდან თუ ფინანსდებიან. ძირითადად სამსახურები ეს არის და ბიზნესისთვის ახლა როგორც მე წარმომადგენელი ბიზნესის დღეს ბიზნესის ზეწოლა იმდენად არ არის, რაც ადრე იყო რაღაც გარკვეული წლების შეიძლება მე ვერ ხედავ ამას, მაგრამ უფრო თავისუფლება შედარებით იმასთან რაც იყო ადრე, ნუ მაშინ პირდაპირ რეკეტი იყო ბიზნესის, ღამე აფერმებდა, ღამის 12 საათზე აფორმებდნენ ქონებებს, ნოტარიუსები ყავდათ პირდაპირ გამოძახებული. ნუ აი ახლა ბიზნესის კეთილდღეობისთვის კიდევ არის ხელისუფლება ეს უნდა გააკეთოს რომ საბანკო სექტორს ან იაფიანი ინვესტიციები უნდა შემოვიდეს, რაღაც თანხები უნდა შემოვიდეს. ახლა ამბობენ 6 მილიარდიანი რაღაც შემოდის, მაგრამ არ ვიცი ეს ლაპარაკი. მოსახლეობამ როგორ უნდა ისარგებლოს აი ამ ეკონომიკური ზრდის კეთილდღეობა, მოსახლეობამ როგორ უნდა მიიღოს? ხელფასების ზრდით და სამუშაო ადგილებით ქალბატონო და სამუშაო ადგილები უნდა შექმნას ბიზნესმა.
ბიზნესი თუ დაიბლოკა და ბიზნეს არ ქონდას თუ ფინანსებზე ისევ აქ მივდივართ ერთ-ეგივე სტრუქტურაზე ტრიალებს და ტრიალებს ამ წრეზე ეკონომიკის ზრდა იქნება იქიდან მხოლოდ და მხოლოდ თქვენ რეგიონიდან ხართ ბატონო ბესო რამდენადაც ვიცი და თქვენს რეგიონში რამდენად იგრძნობა ეკონომიკური კეთილდღეობა და მოსახლეობა როგორ ცხოვრობს ზოგადად საკმაოდ ღარიბად ცხოვრობს არა აქვს სამუშაოს არის სკოლა ერთადერთი და გამგეობილი. აი, თუნდაც თქვენს კონკრეტულ რეგიონში რა შეიძლება გაკეთდეს, რომ მოსახლეობამ სოფლის მეურნეობა რაც იყო მაშინ, სოფლის მეურნეობა რაღაც საწარმოო გაკეთდეს, ავეჯის ფაბრიკა, ფეხსაცმლის ფაბრიკა, რაღაც ლიმონადის ფაბრიკა, შოკოლადის ფაბრიკა. შესაძლებელია რომ გაკეთდეს მაღალმთიანია შეღავათები, მაგრამ აქაც რაღაც ბარიერებია, უსამართლობის წინ ხვდებით ახლა ყველაფერს ხო ვერ შეიძლება რაღაცები გავაკეთო, მაგრამ იდეაში იყო ეს რომ გამეკეთებინა სოფელში. ბეთო ძალიან ძლიერი მეურნეობა მაქვს სოფელში. და როგორ მიაღწიეთ ამ ძლიერ მეურნეობას? ნუ ახლა რაღაც შრომი წვალები ხო. და სახელმწიფო თუ დაგიდგა თქვენი? არა, სახელმწიფო არა, სახელმწიფოსგან არა. სრულიად დამოუკიდებლად? სახელმწიფოსგან არანაირი არც გრანტი ამიღია და არაფერი არ ამიღია, მაგრამ სოფლის მეურნეობა არ არსებობს ჩემთან. თუ ადამიანს ისედაც ახლა ბეთერთ ვისარგებლობდა იმ სოფლის მეურნეობაშიც მამაჩემის დანატოვარი იყო ესეთი ის რა ქვია, ფერმა სადროხე, რათა იმაზე წამოვიდა დავარო თურმე არასწორად შემისყიდია როდისღაც. ვიღაცას მოეწონა ეხლა არ გვარდასახელებს არ დავასახელე, მაგრამ ამაზე ცალკე მიდის მოკვლევა რა, ეს ჩინოსნები იყვნენ, რომ წართმევოდა თანხმოვნების ადგილია იქ ტერიტორია კარგი და მოდი ეხლა ამას შევუქმნათ პირობები ისეთი რომ იქნებ წავართოთ რა წამართოს ვერაფერს ვერ წამართვენ, მაგრამ მამაჩემის საშენებული იყო და მამაჩემის საშენებულს როგორ დაუტოვო ინეს. ეხლა ადგილობრივი ჩინოსანი წამართვეს თურქი თუ მოიყოლო ტერიტორია მოდი პასუხსაც გავხსნა. და ეს მეურნეობა რა შევქმენი მამაჩემმა დატოვა და მე ცოტა მოუმა 30 მეწონი დრო ხარ. დიდი მადლობა. მე მინდა 10 წამი. ესე იგი ჩვენი ბიუჯეტი 25 წელს არის 28 მილიარდი და სათამაშო ბიზნესის ბრუნვა არის 72 მილიარდი. არ როგორ იზრდება ეკონომიკური მაჩვენებლები და ეს რას აძლევს უბრალო მოსახლეობას და რას აძლევს მთავრობას, ნუ ეს თქვენ თვითონ იფიქრეთ. 28 და 72 სათამაშო ბიზნესი, რომელიც ხუყავს ახალგაზრდობას და ნამდვილად. ბატონ ალექსანდრესთან მინდა ასეთი კითხვით გადავიდე. პირველ რიგში მივესალმები იმ იდეას, რომ სათვისტომო, მსოფლიო სათვისტომო უნდა შეიქმნას, ეს ადრე მსოფლიო საერთაშორისო ლიგად მოიხსენიებდით, დღეს თუ სახელს გადავარქმევთ, სათვისტომო იყო მსოფლიო სათვისტომო, მივესალმები. რა თქმა უნდა, ამ იდეას მივესალმები, ეს გამოიწვევს ემიგრაციის ჩართვას, აქტიურ ჩართვას ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, რომ არ იყოს ემიგრაცია მოწყვეტილი სრულიად აქ და დავაბრუნოთ ემიგრანტთა აზროვნება და ცნობიერება დავაბრუნოთ სამშობლოში. იმიტომ რომ ისინი პრაქტიკულად უცხო ქვეყანაში, როგორც მე პირადად ეხლა მე ჩემს მაგალითზე ვიტყვი, რომ ყველა ადამიანი მერე გადის ადაპტირებას იმ უცხო ქვეყანაში და ნელა-ნელა წყდება საკუთარ სამშობლოს. მე რომ მეცნიერთა კონგრესში არ მოვსულიყავი, შეიძლება საერთოდ ჩემი აზროვნებაც გადართული იყოს სულ სხვა მიმართულებით. ამიტომ მეცნიერთა კონგრესმა დამაბრუნა თითქოს სამშობლოში იმ კუთხით, რომ ის იდეოლოგია გავითავისე, შემდეგ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა გავითავისე და შემდეგ ჩემ და უნებურად ჩავერთე აი ამ ასე ვთქვათ პოლიტიკურ ხედვებში, თორემ სულ არ იყო ჩემი ინტერესი პოლიტიკა. ამ კუთხით მე უკვე შინაგანად და გულითაც სამშობლოში ვარ და ამიტომ მიმაჩნია, რომ სათვისტომოს შექმნა აუცილებელი იქნება იმ კუთხით, რომ ქართული აზროვნება, ემიგრანტების აზროვნება დაბრუნდება სამშობლოში, თუ გადაცემები მოეწყობა იმ ტიპით, როგორც გამოცდილება ქონდა ჩვენ ვაკეთებდით გადაცემას და ემიგრაციას მოსწონდა ეს გადაცემები და ამან მოიტანა შემდეგ ის შედეგი, რომ სოფლიო კონგრესი დავიწყეთ და ემიგრანტთა ყრილობა ჩატარდა და შემდეგ თუმცა შეჩერდა ეს ყველაფერი, მაგრამ ეხლა თქვენ მე ვიცი რა პოტენციალის ადამიანს ბრძანდებით და ამიტომ თქვენ თუ ჩაუდგებით ამ ყველაფერს სათავეში, მე მივესალმები ჩემი მხრიდან, მე პირადად და ჩემი მეგობრების მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენ გველში დაგიდგეთ და ნამდვილად დავაბრუნოთ ემიგრაციის აქტიურობა ქართულ
სახელმწიფოს მშენებლობაში და შემდეგ გზადაგზა გვიჩვენებს მოვლენები როგორ განვითარდება და მე მივმართავ ემიგრაციას რომ დაინტერესდით ამ თემით და როდესაც აი ამ კუთხით დაიწყება მუშაობა ყველანი ჩავერთოთ და ეს არ იქნება პოლიტიკური ორგანიზაცია ეს იქნება უბრალოდ ორგანიზაცია რომელიც თქვენ შემოგთავაზებთ სხვადასხვა პროგრამებს და სხვადასხვა ხედვებს სხვადასხვა მეცნიერულ ხედვას და მეცნიერულ პროგრამებს რომელიც თქვენ დაგაინტერესებს შეიძლება და მე ახლა კაჭარავას პროექტს როდესაც ეხებით ეს არის პრაქტიკულად სოფლის განვითარება ხომ ესე არის ქვეყანას რო სოფელი უნდა ქონდეს ამაში ახლა ორი აზრი არ არსებობს და ძლიერი სოფელი ძლიერი სახელმწიფოა და მე ისევ იტალიის მაგალითს რომ დაუბრუნდე ხომ იქ სოფელი ისე კარგად არის აწყობილი რომ არც ერთ სოფლის მოსახლეს ქალაქში გადასვლა არ მოუნდება ინფრასტრუქტურა გინდა ბაღი გინდა სამედიცინო პუნქტი გინდა მაღაზია გინდა თუ ტრანსპორტი გინდა თუ ყველაფერი ისეთ კლასიკურ დონეზე არის აწყობილი ეს ყველაფერი როგორც თქვათ მე ფლორენციაში ვარ და ფლორენციაში არის ეს როგორ განვითარებულად და ძალიან აი მარტო რომ შეხედო გესიამოვნება გეგონება ერთი კეთილმოწყობილი სახლია მთლიანად ფლორენცია და როცა აი ეს არის იქ ნებისმიერი სოფელი და მე მინდა ეხლა თქვენ აი ამ თემას შეეხოთ სოფლიო სოფლიო ლიგის შექმნას და სათვისტომოს შექმნას და კვლავ სოფელს და მის მნიშვნელობას და როგორ მიგაჩნიათ რომ ემიგრაცია ჩაერთოს აი ამ სოფლის განვითარების პროექტებში როგორ უნდა ჩაერთოს ემიგრაცია კარგი კითხვა აქტუალური დღესდღეობით ჩვენ ვართ დღესდღეობით მერწმუნეთ კონტინენტე შორისო გადანაწილება ახლა მე დეტალებში არ ჩავში რა ხდება კანადასთან თუ პანამასთან თუ მექსიკასთან ყველა საქმის კურსში ხართ ანუ ერთი ნამდვილად აღმოჩნდა რომ სოფლიოს ზოგადად ну ყოველ შემთხვევაში გვეგონა და აღმოჩნდა რომ სოფლიოს არ აქვს ყველანაირი დღის პროგრამა. ახლა ვიღაცა შემეკამათება თუ არა ეს უკვე ფაქტია. როდესაც თვითონ ამხელა გიგანტი ქვეყნები ამ შემთხვევაში თუნდაც ფედერაციულ გერმანიას საუბარი კრიზისშია და ისეთ ქვეყნებმა რომელსაც სწორება ხდებოდა მათზე და ეს რაღაცა ეტალონად ითვლებოდა ეკონომიკის თუ რაღაცა დემოკრატიის რაღაცა ფუნდამენტებად უბრალოდ დღეს სამწუხაროდ ბევრი კითხვის ნიშნები გახდა და ისეთივე სწორი მისიით თვითონ და შექმნილი ასეთი გაერთიანებები დღეს ეჭქვეშდათ. და თქვენ მოგეხსენებათ ალტერნატივა გერმანიისათვის ერთ-ერთი ძლიერი ოპოზიციური მხარეა ის ამბობს რომ ჩვენი მოსვლის შემთხვევაში ჩვენ დავტოვებთ ევროკავშირს. როგორ დატოვა ინგლისი? თქვენ როგორ ფიქრობთ ამ ხელა ორგანიზაციის და ესეთი ფუნდამენტური დედაბოძი რომელიც გამოეცლება რომის ეკონომიკაზე თავს დაიჭერს საბერძნეთი თავს დაიჭერს თუნდაც ესპანეთი პორტუგალია თუნდაც მცირე ევროპული შეიძლება საფრანგეთმაც კი ვეღარ გაბედოს ამიტომ სისულელე ჩვენი კონსტიტუციაში ჩაწერა ნატოსი და ევროკავშირი მოდით აი მე თემას მინდა ვუყუროთ თემას მინდა ანუ ეს მოსამზადებელი ასე ვთქვათ ფონი რისთვისაც დამჭირდა ამ საუბრისთვის არის ის რომ რაღაცა კონსტანტები რომელიც მიგვაჩნდა და რაღაცა ხელშეუხებლად ითვლებოდა სამწუხაროდ დროში გადაიხედა ის რომ ჩვენ როდესაც ვაპარაკობთ ემიგრაციაზე რა თქმა უნდა ჩვენ არ დაგვაუწყდეს რომ კვადრატზე შეიძლება ჩვენ ახლა ფუნდამენტალური აკადემიური ნაშრომი დავწეროთ მაგრამ ვთქვა ძირითადად რომ კვადრატს აქვს 4 კუთხე ყველაფერს ვილაპარაკებთ მისზე მოცულობაზე ჭიროზე მაგრამ აგვისაუბრებთ რა არის ფუნდამენტური რა არის ემიგრანტი უნდა დაბრუნდეს თუ არა ქვეყანაში აწერტილიდან ბეწერტილამდე ამ ვექტორმა უნდა იმუშაოს თუ არა თუ აბრუნებთ დიდი ბოდიში ლირიკა ყოფნის მის დაბრუნებას თუ სად უნდა დაბრუნდეს კარგმა ცხოვრებამ ხო არ წაიყვანა იქით ან უკან რო დაბრუნდეს მინიმუმ საბაზისო რაღაცა პოსტამენტი ხო უნდა დახვდეს და აი ამიტომ ნახეთ რა შეასაქმე ამ ჩვენ პროექტზე რაზეც აი ბატონი თემურის ასე ვთქვათ მეხმარება საუბარი დგას რაზე რომ ეს ის სტერილური ადგილია რომელიც თავიდან ჩასატვირთია ასე ვთქვათ ეს პროგრამა ანუ ნულიდან დაიწყებს და ნახეთ დღეს შე რომ ქალაქი სწორად დააპროექტო აი ხლა უხეშ შედარებას გავაკეთებ და ქვია ისტორიულად ვირით გაყვანილი გზები წინ მიდიოდა სახედარი მიყვებოდა ადამიანი და რაღაც რელიეფით თუ რაღაცით ქალაქი შენდებოდა თუმცა ეს ქალაქი დროთა განმავლობაში მაინც მრგვალდებოდა იმიტომ რომ შუაში ცენტრი კეთდებოდა რაღაცა ინფრასტრუქტურა ანუ ხო და აი ამ სოფლის განვითარებისთვის როგორ უნდა ჩაერთოს ემიგრაცია და აი ზუსტად ამაში საქმე თუ ჩვენ შევძლებთ იმიტომ ახლა ამ რასაც თქვენ ამბობთ
ჩვენგან დამოუკიდებლად ემიგრანტთა სივრცეში ძალიან ბევრი ჯგუფები ჩამოყალიბდა საერთო სამზეო რაღაც არის ეს ხალხი მოწადინებულია ამ პროექტში ჩართვაზე და მე ასევე ვფიქრობ არსებობს ესეთი პრაქტიკა არსებობს დიდი ბოდიში რა არის დაუშვათ კიბო თლამ შეიძლება ვიღაცა შემეკამათოს რა შუაში მაგრამ კიბო არის უჯრედი რომელსაც დაავიწყდა სწორად მუშაობა და დაიწყო სხვა უჯრედების შეჭმა ეს არის კიბო ანუ ეს არის ინფორმაციული ვაკუუმი შიმშილი როდესაც იწყებს გადაგვარებას ჩვენ ამ კიბოში თუ არ გავაკეთეთ თუნდაც ერთი ჯამრთელი უჯრედი არ ავაშენებთ როგორ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ რაღაც უდიდეს მასშტაბებზე თუ ერთი საცდელი მეურნეობას მაინც არ შექმნი და იმ ხეს იქ არ დარგა ხო ამიტომ ჩემი ურთიერთობა ამ საქმის მიმართ არის სწორად გამიგეთ პრაგმატული და ბოდიში ნაკლებად ლირიკული პრაქტიკული თუ მეურნეობა ეჯგუფი რომ ჩვენ ვართ სიტყვაზე 300 კაცი ახლა და გვაქვს გარკვეული რესურსი ამისათვის დიდ საქმეს გავაკეთებთ რომ კი არ გასხვისდეს ეს მიწა შევისყიდოთ და სანამ ისინი დაბრუნდებიან გავუკეთოთ მენეჯმენტი ამ ხეების დარგვას ინფრასტრუქტურის შექმნას სწორად ის მაღალი კლასით ევროპული ხო მაგრამ ფინანსები ამ ყველაფერს ხო ფინანსები როდესაც მე ბატონ თემურთან მქონდა ადრე საუბარი ის ადამიანი ვისაც გააჩნია ხერხემალი და მუშაობს ხო ეხლა მე კარგად მესვრის რა არის სიტყვა ლარი და რა არის სიტყვა ევრო ხო ეს მიწები ღვთის მადლით ჯერ კიდევ მისაწვდომია ჩვენ ქვეყანაში ჯერ კიდევ რეალურად შესაძლებელია ეს კიდე სხვა თემაა ცალკე თემა მე ვერ გავექცევი ამ თემას იმიტომ როდესაც მე დამჭირდა მე ვიყიდე ნახეთ არ გვინდა ესეც ჩვენ გვინდა სულ ვიღაცის ბრალი იყოს როგორ იმპულს თუ შოულობ და უცებ მერსედეს ან რომელიღაცა ჯიპს ყიდულობ იმისთვის ფული ხო გრჩება როდის გახსენდება ეს მამაპაპის მიწა რომ რა ჩადებული და გადაგდებული გაქვს ანუ მან ეხლა დიდი ბოდიში მე 40 წელიწადი ამ პროექტზე ვსაუბრობ და ესე ადვილად ვერ ვტყუდები და ლირიკაში თავს ვერ მოვიტყუებ თუ დღეს ლაპარაკი არის რეალური რიცხვი და ეს მილიონია 0.01% ავიღოთ ერთი კი არის 0.01 დაახლოებით 100 კაცი არ შედგება ჩვენ ხო სტატისტიკაზე ვსაუბრობთ მოდით ამ 100 კაცმა თქვენ დამეხმარეთ თქვენ კარგად იცნობთ მარტო 60% ხო მაგრამ მაშინ დობის ფაქტორი მოდით ესე გავაკეთოთ ეხლა მე არა ვარ ხელისუფლება გჭირდება თუ არა ამ საქმეში და ხელისუფლების თანამონაწილეობას მოდით ნახეთ დღეს ხელისუფლება აკეთებს ასეთ ბერკეთს რომ მე ვერ ვერევი შენ კონკრეტულ სექტორში და ეს კერძო საკუთრება და მიხედე შენ თავს აი ძალიან უხეში შედარება და ალბათ მე ეხლა მოკლედ რო ვთქვათ მე მესმის თქვენ რასაც ამბობ მაგრამ მაშინ სამართლიანობის მაღალი შეგნება უნდა იყოს ქვეყანაში რომ დობის ფაქტორი იდგეს ამ დონეზე თბილისის ცენტრალური არტერია და სახი არის რუსთაველი ხო სახია ჩვენი ბრენდია რომელმა მთავრობამ საქართველოს მთავრობას რომელიმე პერიოდში რომ საპირფარეში არ გაგეკეთებინა მე თქვით რომელი მთავრობას რო აეგზალა საპირფარე და შარდის კურს გაბერილი უცხოელი დადის ქუჩაში ეს ქვეყანას უბრალოდ ჩვენ შეგნებას კი ბატონო მაღალი შეგნება უნდა გქონდეს მოქალაქეობრივი რომ თუ შენ გინდა ნამდვილად დაბრუნდება ბლევს არ ლაპარაკობ და რაღაცა გინდა აუდიტის სამსახურს შევქმნით აი ღია საზოგადოებას რიგ თეთრი არ დააკლდებს ხო რა თქმა უნდა სამართლიანობიდან დობის ფაქტორი უნდა იყოს მოხდება შესყიდვა და თორე ის ადამიანი ვინც იქ არის ჩამოსასვენებელი ფული არ ექნება მის ოჯახს მადლობა ბატონო ალექსანდრე დროში ვიწვევით რო იტყვიან და ბატონ ზაზას მინდა როგორ შეიძლება სამართლიან სახელმწიფოდ შევდგეთ 5 წუთი გაქვს დრო და მე ბატონ თემურს ბოლოში შემაჯამებელ სიტყვას მე ბატონ ვახშის რაც ძალიან 100% ვეთანხმები საქართველოს მართავს ჩემი აზრით უთო ველიშაპი რომელმაც საქართველოს კატასტროფამდე მიიყვანა და მე საკმაოდ მათყუარა ადამიანი ივანიშვილს რო ეთქვა არჩევნების წირო მურუსიძე და ივანიშვილამდე რატომ მივიდა არა ერთი წუთი მურუსიძე და ჩინჩალ არა გეკითხებთ ივანიშვილს რო ეთქვა რომ მურუსიძე და ჩინჩალაძე ჩემ დროს გახდებიან ხელშეუხებელი ადამიანები და სასამართლო იქნება მურუსიძე ჩინჩალაძის სასამართლო ხმას მიცემ და მე აი აქედან დაიწყო საქართველოს დაყოფა ადამიანი შემოვიდა მურუსიძეს გადახვია ხელი რამოდენიმე თვეში და თქვა რომ ეს რა ადამიანი გავიცანები სულხან მონაშვილის დაკრძალვაზე ეს უღირს ქართული ოცნების წარმომადგენლები მივიდნენ ტიროდნენ თითქოს
და მურუსიძეზე ამბობდნენ რომ კაცო რა გააფუჭაო აი გავიგეს მურუსიძე ჩალაძის სასამართლო როგორ შეიძლება შევდგეთ სამართლიან სახელმწიფო გეტყვი ახლა რა მოხდა გეუბნება ის კაცი მურუსიძე უნდა გადავარდო მომისმინე არ უნდა გადაარდო უნდა გაასამართლო მე უნდა გაასამართლო როგორც სააკაშვილი ერთად უნდა დასვა ეგენი რა ქვია უყურეთ რა ხდება ხო 5 წუთი მაქვს როდესაც უზენაის სასამართლო საქმეს იხილავდა ლევან მურუსიძე და იქ იყო ნუნუ კვანტალიანი მოსამართლე. ნუნუ კვანტალიანმა თქვა რომ ეს პოლიტიკური ბრალდება და ხმა არ მისცა. და მურუსიძემ ხმა მისცა და ეს კაცი მოლაშვილი დაშთა ციხეში. ბიძინა რომ მოვიდა რა გააკეთა იცი მურუსიძე ის შემდეგ რომ იყო იუსტიციის საბჭოში აი ამ კვანტალიანს რომ ვადა გაუვიდა ნუნუს გააგდეს სასამართლოდან. აი მე გაჩვენებთ ხალხო ბიძინას სახეს. ეს არის ჩემი აზრით უხილსობა ადამიანმა ეს როგორ იკადრა რომ მურუსიძე ჭიჭაური ხო და მაგას გონეთ სასამართლო თუ არ ქონდა თუ არ იყო სამართლიანი სასამართლო თუ არ იყო სამართლიანი მართლმსაჯულება რომ ამბობ ბიზნესი უნდა დავიწყო მამაჩემის იმას მართმევენო ვინ უნდა იყოს შენი დამცველი როცა ხელისუფლება გასცდა სასამართლო ერთ და მეორე სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი სასამართლო ივანიშვილის ხელში დამოუკიდებელი სასამართლო მაცინებთ რა კაბატონო უნდა იყოს არა ფეოდალური მართლობა არამედ უნდა მოვიდნენ ისეთი ადამიანები ვინც შექმნიან სამართლიან მართლმსაჯულებად და დისტანცირება იქნება სამართლიანი სასამართლოსგან ადამიანებს აკავებენ ხალხო 5000 ლარი დაჯარი პაატა ბურჭულაძე დააჯარიმეს ოპერით სიმღეროდა წარმოგიდგენიათ რა ქვეყანაში გავიგე ბატონო ზაზა ანუ ჩემი აზრით კაბატონო თუ არ იქნა სასამართლო დამთავრებული ეს ქვეყანა სამართლი დამოუკიდებელი სასამართლო სჭირდება ქვეყანას სჭირდება ხელისუფლება რომელიც ასეთ სასამართლო შექმნის გავიგე რომ ეგრე უნდა მეორე აი უბრალოდ ერთ წუთში ერთ რამეს მოვახსენებთ ხოფენჰაიმი გაგიგიათ სოფელი 2300 კაცი ცხოვრობს. ერთ კაცი იყო მილიარდელი, 1 მილიარდი ქონდა ამ სოფლიდან. შექმნა საფეხბურთო გუნდი მესამე ლიგაში და 2000-იან სოფელში აშენა, აი რა არის ბიზნესი, 30000-იანი სტადიონი. დღეს ხოფენჰაიმი არის უმაღლეს ლიგაში, ორჯერ ჩემპიონთა ლიგის იმაზე მოხდა და 30000 კაცი სუსაუცია სტადიონი. რომელი ქვეყანა? გერმანია. მადლობა ბატონო. გუნდი თამაშობს უმაღლეს, აი ეს არის ბიზნესი. და არა ივანიშვილი რომელიც გაიგე, იყიდე გაყიდე. მადლობა ბატონო ზაზა, ბატონო თემურ 5 წუთი დაგვრჩა და მინდა რომ თქვენ მაყურებელს უთხრათ იმ მოკლედ იმ პროგრამების შესახებ თქვენ კითხვით, მაგრამ როგორ შეიძლება ეს პროგრამები მოვიყვანოთ მოქმედებაში და ცოტა მინდა შეეხოთ დემოგრაფიასაც, რომელიც არ მინდა ეს თემა დარჩეს მიღმა, რამ მდგომარეობა გვაქვს დემოგრაფიის კუთხით დღეს. როგორ შეიძლება დავეხმაროთ ახლად დაქორწინებულებს სტიმული მივცეთ რომ არ დატოვონ ქვეყანა და დემოგრაფია გავზარდოთ ქვეყანაში და ის პროგრამები რას თქვენ გაქვთ როგორ შეიძლება რას თქვენ კონკრეტულად მეცეთაგულ როგორ მოვიყვანოთ მოქმედებაში. მე პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ ამ გადაცემის სიძლიერე არის იმაში რომ ჩვენ შეიძლება ზოგიერთ რამში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს მაგრამ აი ეგერ ნორმალური ურთიერთობა გვაქვს დაეთარდება ეს და ვიქნებით მეგობრები ისე როგორც შემოსვლამდე ვიყავით მეგობრები ხო ეხლა ზოგიერთი რამ ჩემი შეიძლება არ გაიზიარეს, ბევრი არ გაიზიარეს, მე მაგალითად მიმაჩნია პრინციპულად ერთ საკითხი, რომ ბიძინა ავანიშვილი ჭირდება ამ ქვეყანას, მაგრამ არა პოლიტიკაში. ბიძინა ავანიშვილი დამანგრეველია პოლიტიკაში, ბიძინა ავანიშვილმა თავისაკუთარი თავის დაანგრია, ბიძინა ავანიშვილი საჭიროა ქვეყნისთვის, საჭიროა რომელიც იცის მან იმ საქმეში, თუ რაღაც გამოჩნდება ესეთ რომ ვინმე უნდა გასამართლდეს, ყველა უნდა გასამართლდეს, კანონმა არ უნდა დაიცვას. მე კატეგორიული რო ვარ და ამიტომ ვერ მიგებენ ზოგჯერ ვამბობ რომ იმისთვის რისთვისაც მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ ეს არის დანაშაული ამისთვის შეიძლება გაასამართლოს შევარდნაძის ყველა მინისტრი ამისთვის შეიძლება გაასამართლოს სააკაშვილის ყველა მინისტრი და ბიძინევანიშვილის ყველა მინისტრი სოფლიოს არ აყავს ისეთი მდიდარი მინისტრები ხელისუფლებაში გამდიდრებულები როგორიც ყავდა და ყავს დღეს ეს მინისტრები რომლებიც არიან პრაქტიკულად ამიტომ მე ვამბობ იმას რომ რაც დღეს აქ გამოკვეთილად ითქვა საქართველოს მოსახლეობას მოუწყვეს გენოციდი სოციალური გენოციდისთვის უნდა გასამართლდეს მოკავშირი უნდა გასამართლდეს აღორძინებაც უნდა გასამართლდეს
ესე იგი ბიძინა ავანიშვილის ისა და უნდა გათამართეს ნაციონალური მოძრაობას. მე მივესალმებოდი რომ სოციალური გენოციდისთვის, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს დამოუკიდებელ ექსპერტებმა, იმიტომ გინდა თუნდა ჩვენ ეს სათვისტომო რომელთაც ვნახავთ ამ იმას და იმიტომ გინდა ჩვენ ის სასამართლო აღვადგინოთ, ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას, რომელიც უმნიშვნელოვანესი იყო და პრინციპული იყო. ეხლა ქაბატონი ვარა, მე თქვენს აგეცუ. მაგალითად, პირველ ნომერად მიმაჩნია მე ჩვენი მთავარი პროგრამა. რა არის ეს ეროვნული თანხმობის პარლამენტი? მეცნიერთა კონგრესის პრინციპები, პოლიტიკოსებმა გავიწიოთ გვერდზე ერთი საარჩევნო პერიოდი, შევქმნათ ჩვენ ესე იგი პარტიათა სათათბირო და ამაში ჩამოყალიბდეთ თამაშის წესებზე, კონსტიტუციაზე, ბევრ სხვა რამეზე, არ მინდა ახლა დეტალებში შევიდე და მეორე, აქ იყვნენ პროფესიონალები, თქვენ ნახეთ ახლა აქ რამდენი 3-4 პროფესიონალი ზის ისეთი, რომ მისი ტოლფასი პარლამენტში არ არის. ამიტომ ჩვენ ხალხს ვეუბნებით, რომ ხალხო, ქვეყანას ყავს დღეს კიდევ ღვთისწყალობით ყავს მაგარი პროფესიონალები, ესენი უნდა იყვნენ პარლამენტში. ჩვენ სამშაბათს გვექნება ახლა გადაცემა, იქნება შეჯამება კონგრესის, რომელიც გქონდა გელათში. აინახავენ კიდე პროფესიონალებს. ყველა გადაცემა, რომელიცაც მე გავაკეთებ, ყოველთვის ვაჩვენებ პროფესიონალებს. ისევე მინდა რომ ყველა მეს გააკეთოს და ხალხს ვეუბნები რომ ნუ ხართ უიმედოდ. საქართველოს არ არის პოლიტიკოსები. ბიძინა ივანიშვილს მე ისთვისაც გავასამართლებდი, არის ის დღევანდელი პარლამენტი, ან წინა პარლამენტი, რომელიც იყო. პარლამენტი, რომელიც იქცა ბიზნეს კლუბად. პარლამენტში არიან ბიზნესმენები, ისინი შეიძლება კარგი ბიზნესმენები არიან, მაგრამ ხალხს შეაძულეს ბიზნესის, ფულიც, ყველაფერი შეძულდა. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ბატონ ბოდის გიხდით, რომ აი თქვენ რო თქვით, რომ პროგრამები როგორმე თითო პროგრამაზე თითო პროფესიონალი რომ გადაცემა რომელსაც თქვათ ეხლა მე რატომ მინდოდა ეს რომ თქვენ უბრალოდ უყურებთ იმ პიროვნებას რომელიც აქ არის თქვათ პირობითად ვამ ბატონი ალექსანდრე და ასე წყნარი იქნება ის ოდესაც მოიწევს და ჩვენ ვეთქვით რომ ჩვენ გამოგვაქვს ეს პროგრამა ის ისეთ ექსპერტებს მოიყვანს აქ რომ შეიძლება დაბადება დავიწყებოთ ჩვენ ზოგიერთმა ვისაც პროგრამა გამოგვაქვს იგეთ ანუ ჩვენ თვითონ ვქნით მექანიზმს სისტემას სწორს რომ ამ შემთხვევაში მე როცა რამე პროგრამა გამომაქვს და მე ვიწევ ხალხს ეს არ არის სწორი იმიტომ რომ ვიწევ იმას ვინც მხარს დამიჭერს და ის მომიყვანს მე ოპონენტებს მოიყვანს სერიოზულ ოპონენტებს აი მაგალითად მე ვამბობ ერთი პროექტია თქვენ დემოგრაფიაზე ხომ მითხარით ჩემი პროექტია მარტივად ვამბობ აგერ ის რომ ყოველ ოჯახში 6 წლამდე ასაკის ბავშვი და 65 წელს გადაცილებული მარჩენარი ეს არის უბერთელა პროგრამა. წდება ყველანაირი სისტემა. რა რას ნიშნავს ეს რომ ყველა ოჯახს უნდადეს რომ ყავდეს ბავშვი და ყველა ოჯახს უნდადეს რომ სამი თაობა იყოს ერთდროულად. მაგრამ ეხლა მე გითხარით თქვენ ეს მარტივი ამას ჭირდება მისი პროექტიც იქეთ რაც აქვს აკეთებული. მე ეხლა ამას ვამბობ ზოგადად, მაგრამ იქ გამწურავენ ამ პროექტს რომ გავიტან, ხო? მე ვამბობ დღეს რომ 700,000 კაცი არის დღეს და 100,000 ამატებს კიდე სოციალური დაუცველი როგორია. ეს არის დანაშაული ამ ქვეყანაში, სადაც მილიონი ადამიანი დარჩა, რომელიც საქმეს კეთებელია და 600,000 უკვე დასაქმებულია ხელისუფლებაში და დაცვაში და დაცვის სისტემაში უფრო მეტი ხალხი მუშაობს დღეს, ვიდრე წარმოებულ სექტორში ხალხო, რომელიც წარმატებაზეა ლაპარაკი რა. ჩვენ ხო ვინმეს არ ვებძვით ამით, ჩვენ ვამბობთ რომ ნუ ერჩით ამ ქვეყანას რა, ნუ ებძვით ამ ქვეყანას. ჩვენ ვამბობთ ამის გამო რომ აი როდესაც ეს ამოვიდა ჩვენი პროექტი რა არის? პროექტი ხომ იღებს ოჯახებია ქალბატონო ვარა და მეგობრებო მოგმართავთ 1000 ლარს იღებს 1200 ლარს 1400 ლარს იღებს დახმარებას მე რომ მივიდი ამ ოჯახში და ვეუბნებ თანაც ვინ არიან იცით რომ სახსაღალმრაბათი ადამიანები რომლებსაც საქმის კეთება შეუძლიათ ხელების დაგაფიცება შეუძლიათ მაგრამ არ უნდათ ამის გაკეთება იმიტომ რომ ფულს იღებენ მუქთად და დადიან და შავ სამუშაოებზე მიდიან კიდე იქეთ ხომ ჩვენ ვეუბნებით ხო გაქვს შენ 1200 ლარი არა მოდი 1 წლისას ხო არის 1 წლის 12-ზე 154-ია ძველი გამრავლების სისტემით რო ვიცით ვინც მათემატიკაზე ანუ ეს არის 14400 ხომ 14400 კაცს 14400 ლარს გაძლევ თავიდანვე 1 წლისას თქვენ დამიწერეთ რაღაც პროგრამა მოვიდი 3 თვეში მაჩვენე რომ გაგიკეთებია ყველაფერი კიდე გაძლევ მეორე წლისას 14400 მოვიდი 6 თვეში გაკეთებული გაქვს კიდე გაძლევ 14400-ს ბიჭო წადი უკვე ფერმერად ჩამოყალიბდი ხომ მე ვეუბნები რომ აი ეხლა ხომ გააგროვ ეხლა ჩადე რაც გაქვს შენ უპროცენტოს ეს გაძლევ კიდე ერთი იმდენს რაც მოგეცი ანუ დაახლოებით 45000 ლარს გაძლევ კიდე ანუ გამოვიდა რომ 100000 ლარი მივეცი 9 თვეში
ოჯახს თქვენ ხომ მითხარით რომ ეგერ არის პიროვნება ხო მივა ამასთან და ეტყვის შენ ყიდი მიწის ნაკვეთს რამეს თუ კაცი ხარ მოდი მომეხმარე დამიდექი გვერდით მივა ეგერ ბატო იმასთან უკვე ფული აქვს ხელში ეხლა ვინმე იკითხავს რომ პრობლემა დადგა ასეთ რა სად არის ეს ფული ეძლევა მას ეს ფული გამოსაგონებელი კი არ არის ეს ფული ბიუჯეტშია ჩადებული და ეძლევა ეს ერთი ეძლევა უკვე დღესაც მე ამას გავაკეთებ არ გავაკეთებ ეძლევა ადამიანებს რომელსაც ქვეყნის გადაბრუნება შეუძლია და ეუბნებიან რა მათხოვარი დამიწერე რომ შენ მათხოვარი ხარ და მე ამ ფულს გაზდევ მე ვეუბნებ შენ მათხოვარი კი არა ფერმერი ხარ მაგარი კაცი ხარ შენ ის ფერმერი მე მეუბნება რომ შენ კი მაგრამ ეს პროდუქტი რომ მოიყვანე მე ამას ვინ იყიდის მე მას ვეუბნები რომ გერმანული და აი მეთოდი მოდის აგერ იცით ძალიან კარგად როგორ არის ევროპაში თქვენ იცით რომ ფერმერი რასაც აწარმოებს იმას თუ ვერ ყიდის ყიდულობს სახელმწიფო და ყიდულობს საბაზრო ფაში ანუ დაცულია ეს სტალინმაც კი გააკეთა ცეკავშირის სისტემა რომ შექმნა რა თქმა უნდა აი ჩვენ გვაქვს სასწაული პროგრამები აი ეს მინდოდა რომ მეთქვა სასწაული პროგრამები არავით არის საშიშროება ამ ქვეყანას არ აქვს ამ ქვეყანას უნდა ხელისუფლება რომელსაც ოდნავ მაინც უყვარს თავის ქვეყანა ეროვნული ხელისუფლება ძალიან დიდი მადლობა თქვენ გადაცემაში მონაწილეობისათვის ძალიან დიდი მადლობა ჩემი მოწვევისათვის თქვენი დახარჯული დროისათვის სამწუხაროდ ძალიან საინტერესოა თქვენთან საუბარი და მე ნამდვილად ვერ ამოვწურავ თქვენთან სასაუბრო თემებს და ისეთი კმაყოფილებით მივდივარ შევსებული დღეს და ქართული სულით ქართული ზნეობითა და ქართული ცნობიერებით გამყვება დიდხანს და სანამ ჩამოვბრუნდები მეყოფა მინდა ბედნიერება გისურვოთ, სიკეთე გისურვოთ თითოეულ თქვენთაგან, ძლიერ საქართველოში ცხოვრება მინდა გისურვოთ, მინდა მივმართო ემიგრაციას, რომ იმედით ვიყოთ, დაუდგეთ მეცნიერთა კონგრესს გვერდით, გავაძლიეროთ ქართული ტელევიზია, შევიკრათ ძლიერ გუნდად, მხოლოდ სამშობლოსათვის, ყოველგვარი ამბიციების გარეშე და მაშინ ნამდვილად გვექნება ძლიერი სახელმწიფო, თუ ჩვენ ყველანი სახელმწიფოებრივ აზროვნებას დავაბრუნებთ ჩვენს შინაგან მეუბნებაში. მადლობას მოგახსენებთ და ღმერთმა ინებოს რომ ყველა ემიგრანტი ძლიერ და ბედნიერ სამშობლოში დაბრუნდეს. მადლობა. ბედნიერი გზა უფალი გფარო. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგან.